სახელითა მამისად და ძისად და სულისა წმიდისად ქრისტე აღსდგა. თუ ადამიანმა გააცნობიერა თავისი რწმენა, ქრისტიანმა თუ გააცნობიერა წმენა, რა წმენა აქვს, თუ გააცნობიერა თავისი ადგილი სამყაროში, რომელსაც დიდებულად იმაზე მეტად წარმოუდგენელია, წარმოაჩენს პავლე მოციქული თესალონიკელთა მიმართ ეპისტოლეში, საოცრად წარმოაჩენს, როგორც ჩვენს მომავალ სამკვიდრებელს ადგილს სამყაროში. თუ ვიაზრებთ ჩვენს შვილობას ღვთისას, რომელიც უნდა რეალიზდეს და თუ ის არ რეალიზდა ჩვენ სხვა გადარჩენა არ ვიცით, აი როგორც წირვის ბოლოს მიმართავთ უფალს ქრისტეს, რომ ჩვენ სხვა ღმერთი არ ვიცით, ჩვენ ვიცით ქრისტე, განკაცებული ღმერთი, მის საგარეშე სხვა ღმერთი არ ვიცით, ასევე ჩვენ სხვა ცხონება არ ვიცით, სხვა სამოთხე არ ვიცით, სხვა სასუფეველი არ ვიცით, თუ არა ღვთისშვილობა. აი როცა ადამიანი ამას იაზრებს, ერთადერთი რამ რჩება, ხელები აღაპყროს და ღმერთი ადიდოს მადლიერებით, სიხარულით, სიყვარულით და როცა იაზრებს იმას, თუ ეს ყველაფერი როგორ მოხდა, ვინ არის, რომელიც მოვიდა, რომელიც ყოველ წირვაზე გეძლევა, გული ჩვილდება და ადამიანს ტირილი სურვილი უჩდება. მაგრამ ჩვენი გაქვეყებული გული ამას ესე ადვილად ვერ შვება. და აი წმინდა წერილი, აი ამ ყველაფერს, რასაც ჩვენ ასე საუბრობთ, ორი სიტყვით, სხვადასხვანაირად, ისე დიდებულად გადმოგცემს, რომ იმის მეტი შეუძლებელია. ამიტომ მოდით დღეს ესე როგორც ყოველთვის წმინდა წერილს დაუთმოთ ადგილი იოანეს სახარებას, ეს არის მე-6 თავი, რომელიც საოცრად გადმოგცემს იმ დიდებულებას, რასაც ჩვენ საუბრობთ. ესე საუბრობს უფალი, ეს არის ნება და სადაც გავიგონებთ ნებას ღმერთთან დაკავშირებით, იმ წამს უნდა გავიფაქიზოთ ყურადღება, იმიტომ რომ ეს უაღრესად მნიშვნელოვანია. სადაც გავიგებთ ნებას, სადაც გავიგებთ მცნებებს, სადაც გავიგებთ ღვთის სიტყვას, რომელიც ჩვენთვის ითქვა, ყველგან ეს არის საღვთო ნება, სადაც გავიგებთ ღვთის სიმართლეს, გავიფაქიზოთ ყურადღება და გავიგოთ რაზეა საუბარი. გავითავისოთ შესაბამისად, ვაქციოთ ისიც ჩვენი ცხოვრების ნაწილად და შესაბამისად ვიცხოვროთ. ეს არის ნება მომავლინებელისა ჩემისა, როცა საუბრობს ქრისტე მამის ნებაზე, ამით აქცენტირებას აკეთებს თავის ღმერთობაზე. იმიტომ რომ მამას და ძეს ერთი ნება აქვს, როგორც ერთი ბუნების მქონე. ეს არის ნება მომავლინებელისა ჩემისა მამისა, რათა ყოველი რომელი ხედვიდეს ძესა, ანუ ვინც ქრისტეს ხედავს, ქრისტეს ხედავთ ფიქრით, ქრისტეს ხედავთ, როცა მას უსმენთ წმინდა წერილში, ქრისტეს ხედავთ, როცა ვეზიარებით, თუ ვინმე იტყვის, რომ აი მაშინ რო ყოფილიყავი უფრო კარგად დავინახავდი, არა, არ დაინახავდი უფრო კარგად, დაინახავდი ჩვეულებრივ ადამიანს, აი ახლა შემსავით ადამიანს. და რამდენი ხედავდა? გესმით? აქ ის ხედვა კი არ არის ადამიანს დაინახავ მისტიკური მსახურების უმწვერვალეს ნაყოფს, გარდასახურ ხორცსა და სისხლად, ამას დაინახავ თუ მისას ისმას წმინდა წერილში, ამას მნიშვნელობა არ აქვს. თავარი არის ამ ყოველივეს შინაარსი დაინახო. ამ ყველაფრის უკან დგას. რათა ყოველი რომელი ხედვიდეს ძესა და რწმენეს მისი, ანუ ენდობოდეს რწმენეს, ანუ ენდობოდეს. ის კი არა, შენ ხარ, ეგრე არა. რომ ენდობი, ნდობა გაქვს მის მიმართ. უპირობო. ეს არის. რწმენეს მისი ასეც აქუნდეს ცხოვრება საუკუნო, ანუ სიცოცხლე მარადიული, ერთ-ერთი ნაყოფი მარადიული სიცოცხლის და მე აღვადგინო იგი უკანასკნელს ამას დღეს, ანუ მარადიული სიცოცხლე სულითა და ხორცითა. რას ნიშნავს, არ ვიცი. მაგრამ ასე ამბობს უფალი. და იტყოდეს, ეხლა ხალხს როგორი დამოკიდებულება აქვს. არა ესი არსა იესო ძე იოსებისი, რომლისა მამა და დედა ჩვენ ვიცით, ვითარ უკვე იტყვის ესე, ვითარმე ძეცით გარდა მოვხეთ. გახსოვთ ხო, ძეცით გარდა მოხდომაზე საუბრობს, რომ ის არის პური, რომელიც ძეცით გარდა მოხდა. ხო და ეს ჩვენი იოსების შვილი არ არის? და ხშირად ეს დამოკიდებულება ხო ახლაც ასეა, ჩვენ ხშირად იმდენად გამიწიერებული გვაქვს ჩვენს წარმოდგენაში ქრისტე, რომ
ვერც კი ვიაზრებთ, როცა ჩვენ მის სიტყვას ვკითხულობთ და როცა ჩვენ მას მოვხმობთ და როცა ჩვენ მას ვეზიარებით, სინამდვილეში რა ხდება? სინამდვილეში ვინ არის ის, ვისაც ესე კადნიერად მივიახლებით? ვინ არის ის სინამდვილეში? რა ხდება ამ დროს ჩვენ თავს, რა შემოდის ჩვენში, რას მივიახლებით, რას ვეზიარებით, რას ვუერთდებით? ვერ ვარცნობიერებთ ამას. და ამიტომაც მსგავსად ჩვენი იოსების შვილი არ არის. გაშინაურებულები ვართ. ეკლესიაში შემოვდივართ, გაშინაურებულები ვართ. სახურების დროს კრძალვით არ ვიქცევით, საკურთხეველში წირვის დროს ისე ვერ ვდგავარ და ისეთი შიში არა გვაქვს, როგორიც უნდა გქონდეს, იმიტომ რომ შიში დასაბამია სიბრძნისა და ყველაზე საშიში ადგილი ამ კუთხით, ანუ ყველაზე საპასუხისგებლო საკურთხეველია და ისე ხო არ მეშინია. და თუ საკურთხეველშიც არ მეშინია და საიდან ჩანს რომ არ მეშინია, უგრძალველად როცა ვიქცევ. წარმოიდგინეთ, აღარ არსებობს დედამიწაზე ადგილი, სადაც მე ღმერთის შემეშინდები. მიუგო იესო და რქვამათ, ნუდრტვინავთ ურთიერთარს, ანუ ეს მსჯელობენ, ჩვენი იოსების შვილი არ არის, ნუდრტვინავთ. ვერ ვისხელეწიფების, ნახეთ, კი არ უხსნის, კი არ განუმარტავს, კი არ უმტკიცებს, არამედ კვლავ მიანიშნებს და მიგვანიშნებს ქრისტესადმი რწმენის საიდუმლო მისტიკურ მხარეზე. ვერ ვისხელეწიფების მოსვლად ჩემ და უკეთო არა მამამან მომავლინებელმან ჩემმან მოიყვანოს იგი ჩემ და თუ მამა ღმერთი არ მოგიყვას. პირადი გამოცხადება თუ არ გექნება ამ სიტყვებს პეტრასაც ხვეუნება ძალიან ბევრჯერ იმეორებს. ამით მიგვანიშნებს იმაზე, რომ შეუძლებელია ქრისტეს ღმერთობის წმუნება, აი დიდებული რწმენა, რითაც დავიწყე საუბარი, რითაც აღფრთოვანებული მუდამ უნდა მადლობდე ღმერთს, შეუძლებელია ეს რწმენა ქონეს ადამიანს, თუ ამ ადამიანს პირადი გამოცხადება არ აქვს ღმერთისა. ყველას ვისაც გჯერათ, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი, თითოეულ თქვენგანს პირადი გამოცხადება ჰქონდა ერთხელ მაინც ცხოვრებაში და მისმა გულმა ამიტომ იცის, თქვენმა გულმა ამიტომ იცის, რომ იესო ქრისტე ღმერთია და აი ამ რწმენას კვლავ ბეჭდავს იგივე სიტყვებით, რაც წეგან ითქვა და მე აღვადგინო იგი უკანასკნელს ამას დღესა. და როცა ამას ბევრჯერ იმეორებს, აღვადგინო იგი მე უკანასკნელს ამას დღესა, ხო ხვდებით რაზეა საუბარი? ჩვენ ხორცია საუბარი. ხორცზე, რომელსაც შესაბამისი პატივით ჩვენ არ ვექცევით. ჩვენ გავაპირუტყვეთ ჩვენი ხორცი. ჩვენ აი როგორც ცხოველს აქვს ხორცი, როგორც ცხოველი იყენებს ხორცს. ცხოველი თავის ინდივიდუალიზმის გადასარჩენად, ესე იგი ინსტინქტების მიხედვით, ცხოველური ინსტინქტებით ცხოვრობს, სიამოვნება არის კრედო ჩვენი ხორცის ხორციელი ცხოვრებისა, სიზარმაცე და ასე შემდეგ, აი ესე ვექცევით ჩვენ ხორცს. არადა იგი უნდა იყოს ტაძარი ღვთისა და იგი უნდა აღადგინოს უკანასკნელ დღეს უფალმა, ხო და როგორც ვექცევით, რა პატივსაც მივაგებთ, ან როგორც შეურაცხყოფთ, იმას მივიღებთ. ანუ რასაც დავთესავთ, იმას მოვიმკეთ, გესმით? ანუ ის კი არ არის, რომ შენ ლუარსაბ თათქარიძესავით იცხოვრო და მერე ანგელოზის სახე მიიღოს შენმა ხორცმა. არა, რასაც თესავ, იმას იმკი, გესმით რა შეასაკ. აი როგორც მოვექცევით ჩვენ ხორცს, ისეთ ხორცს მივიღებთ მარადისობაში. ყოველსა, რომელსა ესმა მამისა ჩემისაგან ისწავლოს და მოვიდეს ჩემთან. ესეც საინტერესოა. ვინც მამისას ისმენს, იგი სწავლობს და ჩემთან მოვა. როგორ ვისმენთ ჩვენ მამისას? რას ნიშნავს მამისას ვისმენთ? ყველა ადამიანს ღმერთი ელაპარაკება მასში სინდისის მიხედვით. ქრისტიანს დამატებით მადლის მიხედვით. და ინტუიციურად, ძალიან ხშირად ჩვენ ზუსტად ის ვიცით, რაც სახარებაში წერია. მამის მაგალითების მეტი რა გვაქვს, ადამიანს სახარება წაკითხული საერთოდ არ აქვს, მოდის და რაღაცნაირად ახსარებას მაინც ამბობს და რატო ამბობს? და ეს ახსარება ხშირად ემთხვევა იმ ადამიანის ახსარებას, ვინც სახარებას კითხულობს. როგორ ხდება ასე? საიდან იცის ადამიანს? ცხოვრებაში არ წაუკითხია. რა თქმა უნდა, მე ჩვენ ვასწავლით, რომ მისი ახსარება რომ უფრო სრულყოფილი იყოს, მისი სინანული უფრო გაცნობიერებული იყოს, მან უნდა დაიწყოს თავის დანახვა სახარების მიხედვით. ეგ სხვა თემაა, მაგრამ ადამიანის შიგნით არის ეს ყველაფერი, გესმით? და მით უმეტეს თუ ნათელღებულია. აი ეს არის ზუსტად
ის რომ მამისაგან სწავლობს და უნდა ისწავლოს, ვისაც ესმის და მან ისწავლოს, ანუ შეიძლება გაიგონო, მაგრამ არ ისწავლო, ანუ ყურადღება არ მიაქციო. და ისეთი ადამიანი, რომელსაც ესმის კიდევაც და სწავლობს, ანუ ყურადღებას აქცევს, ასეთი ადამიანი მოვა ჩემთან უფალი ამბობს. სხვა ადგილას სხვანაირად ამბობს, რომ ვინც მამის წინაშე, ანუ ღმერთის წინაშე სწორად ცხოვრობს, ცოტა სხვა სიტყვებით ამბობს, ის მიხვდება, რომ ჩემი სიტყვები რომ ღმერთის სიტყვები. ვინ ცნობს, ვინ ხვდება, რომ იესო ქრისტე ღმერთია, ის ვინც მამის ხმას ისმენს და სწავლობს თავის თავში. ამინ გეტყვით თქვენ, რომელსაც რწმენეს ჩემი აქონდეს ცხოვრება საუკუნო. აი ამასთან ბმაში, რომ მას მარადიული სიცოცხლე ექნება, ვისაც ქრისტესის წამს, ანუ ვინც ენდობა ქრისტეს. რწმენა, ანუ ვინც ენდობა, ანუ რწმენა არა ის რომ ის უბრალოდ არის. არამედ რასაც ის ამბობს იმისი რომ გჯერა, გესმით? არა უბრალოდ არის, არამედ რასაც ამბობს, იმას ვიღებ და იმას ვიჯერებ. აი ეს არის რწმენა. და ასეთი თუ ხარ, შენ გექნება მარადიული სიცოცხლე და იმ წამსვე მოაყოლებს. ესე იგი ბმაშია, მე ვარ პური ცხოვრებისა. რა არის პური? პური არის სიცოცხლის წყარო ხორცისათვის, ხო, საზდელი, ენერგია გარედან. ხოლო პური ცხოვრებისა, ანუ მარადიული სიცოცხლის პური, არის ღმერთი, რომელიც ჩემს მარადიული სიცოცხლისათვის აუცილებელია. მე არა ვარ ღმერთი, რომ ღმერთის გარეშე ვიცხოვრო ღმერთივით, მარადიულად. მე ვარ ქმნილება, რომელსაც შეუძლია მარადიული სიცოცხლე მხოლოდ ღმერთით. ეს ხდება ისე, რომ მე პასიური კი არ ვარ. მე აქტიურობ, რომ ეს პური მივიღო, გესმით? შემიძლია მე ამ პურზე უარი ვთქვა. ის მე უნდა მიიღე და ჭამე, მე შემიძლია უთხრა არა. და შემიძლია ხო და მეუბნება, რომ თუ გინდა მარადიული სიცოცხლე გახსოვდეს, რომ მე ვარ პური, შენი მარადიული სიცოცხლის გარანტი. ესე არის პური, რომელიც ზეცით გარდა მოხდა, კიდევ გახსენებს, რომ ზეციდან მოვედი. უკვე თუ ვინმე ჭამოს მისგან, არა მოკვდეს, კი მაგრამ მაზიარებლებიც ხო კვდებიან, სხვა სიკვდილზეა საუბარი. სულიერ სიკვდილზე, როცა სული კვდება ისე, რა არის სული სიკვდილი, როცა მას ღმერთის დანახვის უნარი აღარ აქვს. და თუ არ გინდა რომ შენი სული მოკვდეს, უნდა ინტენსიურად მას კვებავდე, რომ იგი ყოველთვის ხედავდეს ღმერთს, განიცდიდეს, ხედავდეს ღმერთს რას ნიშნავს, საკუთარ თავში ღმერთს განიცდიდეს. ესეთი ადამიანი არ მოკვდება და გარდაცვალების ჟამსაც არ მოკვდება. პირიქით, გარდაცვალების ჟამს კიდევ უფრო მეტად გაცოცხლდება. უფრო მეტად ეს მძიმე ხორცის ბარიერი რომ მოცილდება, უფრო მეტად განიცდის მერე ღმერთს. მე ვარ პური ცხოველი, ცოცხალი, ანუ რომელიც ზესით გარდა მოხვეთ, უკვე თუ ვინმე ჭამდეს ამის პურისაგან არა მოკვდეს, კვლავ ხას უსვავს, არ მოკვდება, არამედ ცხონდეს უკუნისამდე, იცოცხლებს უკუნისამდე. აი როცა ასამაღლებელს რო ვამბობთ, უკუნითი უკუნისამდე. ეს არის ტრანსცენდენტული ყოფიერება, ეს არის დროის მიღმიერი ყოფიერება. ეს არის დაუსრულებელი ყოფიერება, არა იმ გაგებით, რომ გაწელილი დრო, არამედ დროის გარეშე ყოფიერება. მაგრამ ეს აქვე იწყება. აი სწორედ ქრისტესთან ერთობით, სწორედ ზიარებით იწყება. რა ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც ამ სიტყვებს იგებს, რაზეც ვსაუბრობ. რა ბედნიერია ის ადამიანი, ვისაც ეს ესმის. რა ბედნიერია ის ადამიანი, ვისაც ეს განუცდია. ვერ გამოთქვავს, მაგრამ იცის, რომ ეს სინამდვილეა. და რა ცოდოები ვართ, როცა ამას ვერ განვიცდით ამ სიტყვებს, როცა ეს არ გვესმის, როცა ეს ჩვენთვის რაღაც განყენებული ფილოსოფიაა. მთელი ცხოვრება უნდა მიუძღვნათ იმას, რომ ეს სახარება იოანესი აგერ გაცოცხლდეს და ჩვენ საკუთრებად იქცეს. და გვესმოდეს რაზეა საუბარი. არ უნდა შევეგუოთ იმას, რომ ჩვენ ეს არ გვესმის. და პური, რომელიც მე მივცე, ხორცი ჩემი არის. რომელსაც მე მივცემ ცხოვრებისათვის სოფლისა. აი, როგორ თითქოს ამიწიერებს, ჩემი ხორცია, გეუბნები, რომ თავის ორგანული ნაწილი გაგხადოს, ძმა გაგხადოს, და გაგხადოს, შენთან საერთო სისხლი კონდეს. აი ეს არის ზიარება. ეხლა რა თქმა უნდა, ამის მოსმენა როგორია ეხლა? მე რო ვთქვა, რომ ეხლა უნდა შემჭამოთ, აბა ჩემი ხორცი უნდა შეჭამოთ, როგორი მოსასმენია? და ამიტომ ილალვიდეს ურთიერთა სურიანი და იტყოდეს ვითარმეთ ხელეწიფების ამას მოცემად ჩვენ და ხორცი თვისი ჭამად. ვერ იგებენ. რა უნდა ეკნა უფალს, როცა ვერ გაიგეს? უნდა აეხსნა ადამიანი იტყვის. აბა
Რაღაცას ვერ გაიგებ, რო გითხრათ ეხლა მე ჩემი ხორცი უნდა შეჭამოთ, რო ვერ გაიგებ. ხო უნდა გიხსნათ. და თუ არ აგიხსენით, თქვენ რას იზავთ? წახვალთ აქედან. ჩემზე იფიქრებთ, გაგიჟდაო და წახვალთ. ხო უნდა აეხსნა უფალს. უნდა აეხსნა, ხო? არ უხსნის. აი ეს არის საოცრება. და არ ჩვენ არ გვიხსნის. ნახეთ, თქვამათ იესო, ამინ ამინ გეტყვით თქვენ, როგორ შეიძლება თავის ხორცი მოგცესო, ისინი ჩხუბობენ და უფალი აგძელებს, ამინ ამინ ანუ ბეჭდავს თავის სიტყვებს კიდევ უფრო მეტად. ამინ ამინ გეტყვით თქვენ, უკვე თუ არა სჭამოთ ხორცი ძისა კაცისა და სხვა სისხლი მისი, არა გაქონდეთ ცხოვრება საუკუნოდ, თავსა შორის თქვენსა, ხოლო რომელიც ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხოვრება საუკუნოდ და მე აღვადგინო ისევ ბეჭდავს, მე აღვადგინო იგი უკანასკნელს ამას დღეს. აი რამაც დააბრკოლა ხალხი, ხო, მსმენელები, კიდევ უფრო უმძაფრებს იმას და კიდევ მარადილ სიცოცხლეს და აღდგომაზე ესაუბრები. და აგრძელებს, რამე თუ ხორცი ჩემი ჭეშმარიტი საჭმელია და სისხლი ჩემი ჭეშმარიტი სასმელია. ანუ შენ რადგან ადამიანი ხარ და არა ცხოველი, შენთვის ნამდვილი პური ის კი არ არის, რაც მიწიდან მოყვანილია. არამედ მე ვარ ნამდვილი პური. შენთვის ნამდვილი, ანუ ჭეშმარიტი პური მე ვარ, იმიტომ რომ შენ მარადიულად უნდა იცოცხლო. და მიწიერი საზდელი მარადიულად ვერ გაცოცხლებს და კვლავ აგძელებს. და რომელიც ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემთანად ადგრომილ არის და მე მისთანა. და ეს ქრისტესთან ყოფობა არ არის ფიზიკური მდგომარეობა უბრალოდ. ეს არის სულიერი მდგომარეობა და ეს ნიშნავს იმას, ფიზიკურიც არის და სულიერიც არის. ფიზიკური გასაგებია, მოვედი პირი გავახე და მივიღე. სულიერი გული უნდა იყოს მზად ამისათვის. ამიტომაც არის ზიარების წინ მომზადება აუცილებელი. სხვა საკითხია მომზადება რას ნიშნავს? ფორმალურ გადაკითხვას ლოცვის ტექსტებისას არც ერთი სიტყვა რო არ გესმის, სისწრაფის გამო თუნდაც, თუ სხვა რამეს. ეს სხვა თემა, ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია. ამიტომ და ვისაც გული მზად არ აქვს ზიარებისთვის, ბუნებრივია რომ ვერაფერს ვერ გძნობს და ვერაფერს ვერ იგებს. და მე მინდა გითხრათ, უპირველეს ყოვლისა, გული მზად არის მაშინ, როცა იგი თავდაბლობის მდგომარეობაშია, დაბალმცნობიერ მდგომარეობაშია. პირველ რიგში ეს არის, ლოცვების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი სწორედ ეს არის, რომ თავდაბლობაში გამყოფებდეს, აი ეს არის. ვითარცა მომავლინა მე ცხოველმა ცხოველი ცოცხალს ნიშნავს. ვითარცა მე მომავლინა ცხოველმა მამამან, მეცაც ცხოველ ვარ მამისა თანა. ამით მიგვანიშნავს, რომ ჩვენ გვჭირდება გარედან ენერგია, საღვთო, რომ ვიცოცხლოთ, ღმერთს არ ჭირდება და ღმერთი არის ცოცხალი და ღმერთი ცოცხალია და მისი ყოველი სამივე პიროვნებას თავისთავად ცოცხალია და ცოცხალმა მამამ მე მომავლინა და მე ცოცხალი ვარ მამისა თანა, იმიტომ რომ ერთი არსება ვარ. ანუ მე ღმერთი ვარ, ამ სიტყვებით ამბობს, რომ მე ვარ ღმერთი, ანუ მარად ცოცხალი. და რომელიც ჭამდეს ჩემგან, იგი ცხონდეს ჩემიერ და ჩემი სიცოცხლე, რომელიც არის მარადიული, რომელიც დაუსაბამო, არ დაწყებულა და არც დამთავრდება, არამედ სულ არის, რომელიც ჩემგან შეჭამს, მასში შედის სიცოცხლე, რომელიც არ დაწყებულა, არც დამთავრდება და ეს ადამიანი ხდება მარადიული. ამიტომ ვინც ვეზიარებით, რა თქმა უნდა, გულით და არა მარტო ხორცით, ჩვენში მარადისობა უკვე დაწყებულია. უნდა ვგზნობდეთ თუ არა ამას? დიახ. და თუ ვერ ვგზნობთ, ესე იგი ჯერ ჩვენ არა ვართ ქრისტიანები ამ სიტყვის დიდი გაგებით. ასე ამბობს სიმონ ახალი ღვთისმეტყველი. მრავალთა უკვე მოწაფეთა მისთაგანთა ესმა ესე და იტყოდეს ფიცხელარ სიტყვა ესე. და ვის ხელეწიფების სმენად ბრაზდებიან, ბუნებრივია და იცოდა იესო თავითვისით, რამე თუ ტვინავენ მოწაფენი მისთი ამისთვის და რქვამათ, ესე დაგაბკოლებს თქვენ, ანუ თითქოს შეწუხდა უფალი, რომ ვერ გაიგეთ, დაბკოლდით. მერე უხსნის, რატო დაბკოლდეთ. სული არის განმაცხოველებელი, ხოლო ხორცი არასადასარგებელი არიან. აი ამ საქმეში ასე ჩვენ ვსაუბრობთ. ხორცი, პირუტყული ხორცი, ვერ გაგებინებს რაშია საქმე. სული უნდა იყოს, რომელიც გაცოცხლებს. ასე იგი სულიერი ცხოვრება, მისტიკური, საიდუმლო ცხოვრება, შენ ადამიანურ ცხოვრებაში უნდა არსებობდეს საიდუმლო მხარე, რომელსაც ინტელექტუალურად, ლოგიკურად ვერ უღრმავდები და ვერ შიფრავ და ვერ წობდები. და სიტყვათა, რომელთა მე თქვენ გეუბნებითო, სულ არიან და ცხოვრება, ანუ ის მისტიკური მხარეა. საღვთო ენერგიის მიღება რო შეუულია და ცხოვრება, ანუ სიცოცხლეა ნამდვილი. და თქვენ ხორციელად რო სჯით ლოგიკურად, ფილოსოფიურად, ინტელექტუალურად, რელიგიურად ვერ იგებთ. და ეტყოდა ამისთვის გარქუ თქვენ,
ვერ ხელეწიფების მოსვლა ჩემ და უკვე თუ არა არც მოცემული მისა მამისაგან ჩემისა და ეს სული რომ გაცოცხლდეს და ჩემი სიტყვები რომ გაიგოთ ამისათვის საჭიროა წინსწრებით ღმერთმა მოგცეთ რწმენა ანუ ღმერთი თქვენს სულს შეეხოს და თქვენმა მიძინებულმა თითქმის მკვდარ მდგომარეობაში მყოფმა სულმა იმიტომ რომ ადამის და ევას მემკვიდრეები ვართ გაცოცხლება დაიწყოს თუ ღმერთი არ შეეხო არ ცოცხლდება მიუხედავად ამ ახსნისა ვერ გაიგეს და ამის გამო მრავალი მოწაფეთა მისთაგანი უკუნი ქცეს აღარა ვიდოდეს მისთან თან უცხოები კი არა მოწაფენი მრავალი მოწაფენი უკუნი ქცეს აღარ დადიოდნენ მასთან და 12 მოციქული დარჩა ახლა ისინი არ წავიდნენ და ხე იმათ ეუნება ოფალი ნუ უკვე თქვენ საგნებავს წარსვლის ანუ თქვენ სხვა არ გინდათ წახვიდეთ საოცრება კიდე არ უხსნის ისინი ხო წავიდნენ 12 ხო დარჩა თქვენ სხვა არ წახვალთ ნახეთ ოფალი როგორ ითხოვს ჩვენგან საიდუმლო მისტიკურ აზროვნებას ირაციონალურ აზროვნებას ამას წინათაც ერთ-ერთ ქადაგებაში გეუბნებოდით ღმერთს სახაზავით ვერ გაზომავ ღმერთს დურბინით ჭოგრეტით ვერ დაინახავ სასწორით ვერ აწონი გესმით ვერანაირი ხელსაწყოთი და ჩვენი გზნობის ორგანოების ლოგიკური აპარატიც ხელსაწყოა ღმერთი საიდუმლოებრივად შეიმეცნება და ეს საიდუმლო ინსტრუმენტით ჩვენ გვაქვს მას ქვია გონება ამ სიტყვის დიდი გაგები გესმით და ეს არის საიდუმლო შემეცნება ტრანსცენდენტული ყოფიერებისა ირაციონალური ვერ იგებ მაგრამ გესმის იგივე დოგმატები ყოვლადწმინდა სამება ღმერთის ღვთის განკაცების გესმის რაციონალურად ეს არ აიხსნება მაგრამ შინაგანად განიცდი ვინც ამას შინაგანად არ განიცდის ის ქრისტიანი არ არის სუროზე პირად იცოდეს თელი დოგმატური ღვთისმეტყველება მაშინ მიუგონს მას სიმონ პეტრე და რქვა უფალო ეს ხო გონება ხო არ წახვალთ თქვენს და უფალო ვისა მივიდეთ ჩვენ რამე თუ სიტყვანი ცხოვრებისა საუკუნო ისანი ქონანან შენ პეტრე ვერ ხვდება რა თქმა უნდა როგორც სხვა მოციქულები იმიტომ რომ ლოგიკურად ვერ შეიმეცნება რაზეა საუბარი მაგრამ პეტრეს აქვს ზუსტად ის რაც უნდა კონდეს ქრისტიანს შინაგანი მისტიკური წვდომა მისტიკური შემეცნება ქრისტესი როგორც ღმერთისა შესაბამისად ქრისტეს სიტყვებისა მისტიკური შემეცნება და ამას უწოდებს რას პეტრე მოციქული რომ შენთან არის მარადიული სიცოცხლე რაც ჩვენ გვესმის ეს მარადიული სიცოცხლეა და აი მარადიულ სიცოცხლეს პეტრე გზნობს და განიცდის და ჩვენ გვწმენა პეტრეუნება და გვიცნობიეს შენ ხარ ქრისტე ძე ღვთისა ცხოველის აი ეს შინაგანი მისტიკური ჭრეტა და მისტიკური ხედვა უნდა კონდეს აუცილებლად ქრისტიანს იმისათვის რომ იყოს ის ქრისტიანი და კონდეს ეს მადლიერების საოცარი განცდა რომელიც არასოდეს არ უნდა გტოვებდეს ეს გაძლევს მერე ეს მადლიერება გაძლევს შემეცნებას საღვთო დოგმატებისა ანუ ცოდნას გაძლევს განცდის დონეზე მისტიკურ ჭრეტას ანუ განგაცდეინებს ღმერთს ლოცვის დროს, ზიარების დროს, ეკლესიაში მყოფობის დროს, განსაკუთრებულად ეკლესიაში მყოფობის დროს განიცდება ეს, იმიტომ რომ ეს ლიტურგიკული მსახურება ისი არის ღვთისაგან დადგენილი, როცა ვიკრიბებით პავლე მოციქულის სიტყვების ამ ეკლესიათ, როცა ვიკრიბებით, ჩვენში ღმერთი ძალიან ძლიერად მოქმედებს. და ვისაც ეს ერთხელ განუცდია, მე აღე ღამეა და იმის მაგერტო სახში გეზინოთ აქ ახარ. რატო? იმიტომ რომ ღმერთი განგიცდია და თქვენ გინდათ ეს სულ მუდამ ამას განიცდიდეთ. ეს არის დასაწყისი სასუფევლისა, ეს არის დასაწყისი ცხონებისა. შეგვეწიოს უფალი. და ესეთი აზროვნება გაძლევს მე გონიერებას, სიბრძნეს და ხედავ ისეთ რაღაცას, რასაც ჩვეულებრივი ადამიანი ვერ ხედავს. მაგრამ ეს ყველაფერი იწყება მადლიერებით. და ღმერთმა არც ერთი წამი არ გამყოფოთ მადლიერების ღვთის წინაშე მადლიერების გარეშე. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. ქრისტე აღდგა.